Yer Wajab Shavela. Bayet wat iyan. Mettigir. Sen Husam ki haldu alqıştut xo. Hara Wajab Shavela muzeyu. Al Gushek. Chargali har yurt. Alo. Okçua. Yen Wajab Shavela. Har yurt sen khil. Husam. ხო, კი ბატონო. და შევიდეთ მარცხენა ოთახში. აჰა. Yarış. Şaviş bu hoker. Küyegi uxar ter pasti şu qarşı oştiye qışqır. Tradisiya xeyr. აი ამ მაგინაზე თუ ჰქონდა ჭრაქისთვის ნავთი, თუ ნავთი არ ჰქონდა, აგე იმ სამფეხაშკამზე იჯდა. მუხლებზე ელაგა საწერი ფურცლები და ისე წერდა თავის ნაწარმოების ნაწილს. აი ამ სახლში 1871 ივლისს დაიბადა გენიალური ქართველი პოეტი ვაჟა შაველა, იგივე ლუკა პავლეძე რაზიკაშვილი. აქვე დაიბადა მისი ორი სახელოვანი მწერალი ძმა ბაჩანა და თედორე მამა პავლე რაზიკაშვილი, ამავე სოფელ ჩარგლის თეთრი გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მღვდელი კაცი გახლდათ მამამისი. დედა ბარბარე ფხიკლეშვილი, იურისშობიდან თიანეთის რაიონის სოფლის ბარბარეს და პავლეს შეეძინა 6 შვილი სულ. გიორგი მართა ვაჟაბშაველა მშობლების მესამე შვილია, ბაჩანა თედო და ალექსანდრე რაზიკაშვილი. 8 წლის ვაჟაბშაველა სასწავლებლად მიუბრუნდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, სადაც 6 წელი სწავლობდა. ამის შემდეგ 2 წელი ვაჟაბშაველა მისწავლა თბილისში, დაამთავრა 2 წლიანი ეგრეთ წოდებული სამასწავლებლო კურსები. ხოლო ამის შემდეგ 4 წელი ვაჟაბშაველა სწავლობდა გორის საოსტატო სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1882 წელს 21 წლის ასაკში. 1893 წელს ვაჟაბშაველა უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტერბურგში. ის დააფინანსა მაშინდელმა ცნობილმა მოჭიდავე ფალავანმა კულა გლდანელმა. პეტერბურგში ჩასული ვაჟაბშაველა შევიდა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად. 1 წელი სწავლობდა, 1 წლის თავზე კი თავი იჩინა უსახსრობამ, უფინანსობამ და იმედგაცრუებული ვაჟაბშაველა იძულებული გახდა უკან საქართველოში დაბრუნებულიყო. დაბრუნებისთანავე მან მუშაობა დაიწყო შიდა მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ოთარშენში, ვინმე თავადის ოთარ ამილახვარის სასახლეში. მას ყავდა ერთადერთი მოწაფე თავადიშვილი გიორგი ამილახვარი. აი ამ ამილახვარის სასახლეში მოღვაწეობისას ვაჟაბშაველამ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ეკატერინე ნებიერიძე, რომელსაც შინაურები მომფერებით კეკეს ეძახდნენ. მალევე დაქორწინდნენ ვაჟაბშაველა და კეკე მამამ პავლე მღვდელმა, მათ საუკეთესო ფშაური ქორწილი გადაუხადა აი ამ ოროთახიან სახლში. ვაჟაბშაველას და კეკეს შეეძინათ 4 შვილი: თამარი, ლევანი, გულქანი და მარიამი, 3 ქალიშვილი და 1 ვაჟიშვილი. ლევან რაზიკაშვილი უფროს თაობის წარმომადგენლებს გეცოდინებათ, ბოლშევიკებს ვერაგულად დაუხვეტიათ.
1922 წლის 16 თებერვალს სხვა ქართველ პატრიოტებთან ერთად, სხვათა შორის ლევან რაზიკაშვილთან ერთად დახვიტა ასევე ცნობილი ქართველი გენერალი ილია ჭავჭავაძის დიშვილი კოდე აფხაზი. იორიშ ვაჟა-ფშაველას ლილი ჰომიშვი იორიშ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხარი ლევანისა დღემდე უცნობი გახდა. ეს რა არის? ლევანის მეუღლე როცა ლევანი ხელჩების იორიშ კურსენ შტიეგუშ ხელოხსახდეშკდე ჰარ ვაჰი ლა მოხდა კურსენ შტიეგუშ ხელ ჰარ ჯირღი მოცონარ ე ტარხჩბილუშ ყაჟბიშ ტარყაჟბიშ ჩბილუშ ჰარ სამოგოთ დაყუშ ჰარა შურჩუ იოთე ოყოს შურჩუ იტუ შურლის ოყონციშტ დაჰალესტეშ ვულკანსა მარიამს განგებადა ეს ინება სამწუხაროდ არც ერთ